ქვემო ქართლის გუბერნატორის ინიციატივა და პროგრამები, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ითვალისწინებს. მხარის ხელმძღვანელი პირი რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. თემაზე თამთა ცირამუა მუშაობდა. სულ მალე რეგიონის მასშტაბით ორი ახალი პროგრამაა მოქმედდება. წვევამდელების გადამზადება და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. ინიციატივის განსახორციელებლად მზადება მუნიციპალიტეტებში უკვე დაწყებულია. ამ დროისთვის ამერიკაში ჯიუ-ჯიტსუს და საბრძოლო სამბოს აკადემიის დამფუძნებლის ზურაბ ბეკოშვილის მიერ წვევამდელების ინსტრუქტორების გადამზადება მიმდინარეობს. კურსის დასრულების შემდეგ ინსტრუქტორები მუნიციპალიტეტებში გადანაწილდებიან, სადაც წვევამდელებს ფიზიკურად მოამზადებენ. სპორტ დარბაზები, რომელშიც ახალგაზრდები ივარჯიშებენ, მხარის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა და მუნიციპალიტეტების გამგებლებმა დაათვალიერეს. ჩვენ გვინდა განმოვიტაროთ უძლეო ცნობა რაიონში და დღევანდელი ვიზიტი ემსახურება ზუსტად იმას, რომ სახის დახმარებები გვჭირდება ეს ინვენტარით იქნება თუ შტანგებით თუ სხვადასხვა ინვენტარით, რომ პირველი ნაბიჯები გავდადოთ ამ მიმართულებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი წინაპირობაა ჩვენში პოლონეთში სპორტის ამსახურებების, ძალოსნობის სახეობების განვითარებისათვის. გარდა ამისა, ბატონი პატას ინიციატივით იწყება წვევამდელთა მომზადების პროგრამა საბრძოლო ხელოვნებაში ჯიუ-ჯიტსუში და ჩვენ სამმართველობით გამოყოფ დარბაზს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი წვევამდელები სათანადოდ მომზადებულები შეხვდნენ ქართულ არმიაში მსახურს. რუსთავში დაწყებულია ტრენერების მომზადება, მიმდინარეობს კვირაში 3 ვარჯიში, უკვე მზად არიან თითქმის ბევრი და მერე მოხდება მათ განაწილება სხვადასხვა რაიონებში. სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად მხარის ხელმძღვანელი პირი დმანისის მუნიციპალიტეტს ასტუმრობდა. აღმოსავლური ორთაბრძოლების შესასწავლად შერჩეული დარბაზები უახლოეს მომავალში საჭირო ინვენტარით აღიჭურვება. ფიზიკურ მომზადებას 16-დან 30 წლამდე პირები მათთვის განკუთვნილ დარბაზებში უფასოდ შეძლებენ. მოზარდებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით პროგრამა ქვემო ქართლის გუბერნატორის პაატა ხიზანაშვილის ინიციატივითა და საქართველოს ძალოსნობის ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ყურადღება მივაქცევთ რამე თუ მოგესალმებათ, რომ ძალოსნობა მითუმე კლასიკური ორჭიდი, ეს არის ოლიმპიური სახეობა, საქართველოში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი და ამის შემდეგ ჩვენ დავინახეთ, რომ დიდი პოტენცია აქვს ქართულ ძალოსნებს, ყოველთვის დიდი ტრადიციული სპორტი იყო და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ქვემო ქართლში მივცეთ საშუალება, რათა ამ სპორტმა რაღაც ახალი ძალა შთავბეროთ. რაც შეეხება მეორე პროექტს, ეს პროექტი მოგესალმებათ, რომ სწორედ წვევამდელთა მომზადებას შეეხება და ამისთვის უფრო მეტი ინფრასტრუქტურა გვაქვს, თუმცა აღმოჩნდა, რომ თლად ყველა ინფრასტრუქტურული ობიექტები ჯერჯერობით თლად მზად არ არიან, მაგრამ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები უკვე ჩაერთვნენ ამ პროექტში და ისინი უახლოეს ხანში შეძლებენ, რომ მოიყვანონ სათანადო ჩაუტარონ სათანადო რემონტი და სათანადო მდგომარეობაში მოიყვანონ, რათა აქ უკვე სადღაც 1 სექტემბრიდან ჩვენ დავიწყოთ ჩვენი პროექტის განხორციელება. რა თქმა უნდა, მასობრივად გვაინტერესებს, ჩაბმა გვაინტერესებს, ჯანსაღი ცხოვრების წესიც გვაინტერესებს და იმ დარბაზებში, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ ჩამოყალიბებას და ის, რომელიც უკვე არსებობს, ვეპატიჟებით ყველა გუნდს, ყველა ფედერაციას უანგაროთ, მობრძანდეთ და გაუმჯობესეთ საერთო ფიზიკური მომზადება. პროექტები რეგიონის მასშტაბით უახლოეს მომავალში ამოქმედდება. ევროსტანდარტების შესაბამის სპორტ დარბაზებში მომზადებული ახალგაზრდებით საქართველოს ეროვნული ნაკრების შევსებაც იგეგმება.